ჟენევაში ხვალ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 62-ე სესიაზე საქართველოს შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშს მოისმენენ. როგორც დღის წესრიგშია ნათქვამი, უმაღლეს კომისარს ამ ანგარიშის მომზადება გასული წლის ოქტომბერში ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციით დაევალა. დოკუმენტი დეტალურად მიმოიხილავს 2025 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ გაწეულ ტექნიკურ დახმარებას, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. ანგარიშის თანახმად გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას გაატაროს კონკრეტული ზომები მშვიდობიანი შეკრების უფლების დასაცავად და უზრუნველსაყოფად. ამასთანავე მოუწოდებს სათანადო რეაგირება მოახდინოს ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევების შესახებ იმ ბრალდებებზე, რომლებიც თავად ანგარიშში ასახული, განსაკუთრებით კი მათზე, რომლებიც საჯარო პროტესტის კონტექსტში დაფიქსირდა, მათ შორის დემონსტრანტების თვითნებურ დაკავებებსა და ჟურნალისტებისა თუ მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალის არასაჭირო ან არაპროპორციულ გამოყენებაზე. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი რეკომენდაციას უწევს საქართველოს მთავრობას გადახედოს 2025 წელს მაუწყებლობის შესახებ კანონში, სისხლის სამართლის კოდექსში, გრანტების შესახებ კანონში, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას მათი სრული შესაბამისობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალთან. კერძოდ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-19, მე-20 და 21 მუხლებთან და უზრუნველყოს ყველა საკანონმდებლო პროცესის წარმართვა სრული გამჭვირვალობისა და საზოგადოების აზრიანი მონაწილეობის პრინციპის დაცვით. გააძლიეროს ძალისხმევა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად და ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობას პოლიტიკურ წარმომადგენლობაში საქართველოში. მათ შორის 2025 წელს მიღებული გენდერული საკანონმდებლო ცვლილებების გადახედვის გზით აღადგინოს ხელსაყრელი გარემო სამოქალაქო საზოგადოებისთვის იმის უზრუნველყოფით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მაუწყებლების მიერ უცხოური მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობაზე დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა მკაცრად შემოიფარგლებოდეს მხოლოდ იმით, რაც აუცილებელი და პროპორციულია და შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებებს. გარდა საქართველოზე ანგარიშის მოსმენისა დღეს პარტია დროას წევრი მარიკა მიქიაშვილი სესიის ფარგლებში დაესწრება ღონისძიებას Liberal International-ის მომხსენებლის სტატუსით, სადაც საქართველოში ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობის შესახებ მოკლე ზეპირი მოხსენებით გამოვა.